ძილფასო, მსვენილებო და მეგობრებო, მაყურებლებო, მე გთავაზობ თქვენ გიკეს 103 შეხვედრას და ეს შეხვედრა, ეს ვიდეო ატვირთულია 24 ივლისს. მას დავიწყოთ. ლეტალია მიესალმება ყველას კრესერ გიკეზე. ლეტალია ამ გიკეზე არის, კიდევ შეგახსენებთ, რომ ეს გიკე სინამდვილეში ფიზიკურ დონეზე კი არ არსებობს, არსებობს მწვრილ დონეზე. და ამ მწვრილ დონეზე ამ გიგეს კაპიტანი არის galaktikuri მაყურებელი ლეტალია ელტანა ვიენა ალუ ილენა. აგრეთვე თავარსარდალი ამ გიგესი არის ასუნი, ანუ ვლადიმირი. ასუნი ეს არის მისი პლატინური სახელი. და ვინც არის იმას მინდა გითხრათ, რომ ასუნი, ანუ ვლადიმირი და ლეტალია ვიენა უბრალოდ მას თუ სხვა სახელი აქვს, ეს ასუნი და ლეტალია არიან ცოლ-ქმარი პლეადებზე. ხო, ასე კიდე ხდება. და კიდევ გეტყვით, რომ ალიონა და ოლგატანიდა არიან დები პლეადებზე და არტურზე ალიონა არის პრინცესა და ტანიდა არის პრინცესას მეგობარი. და პირველ რიგში ლეტალია ამბობს დაცვას. მე ვუთავ ყველა ის ამდაგვარად ამბობს, მაგრამ მე ვიტყვი ჩემებურად, როგორც ხშირად ხდება, როგორც ხშირად ამბობენ გოგოები. მე ვუთავ ყველა ბნელ და დაბალვიბრაციულ ასტრალურ არსებებს შემოვიდეს ჩვენ საერთო ველში ნებისმიერი მეთოდით უგზალა გავლენა იქონიოს ჩვენ წვრილ სხეულებზე. ასე იყო, ასე იქნება და ასე არის. ამას ვამოწმებ. და ლეტალია მიესალმება ყველა ციცინათელებს, რომლებიც ახლა იმყოფებიან მათ საერთო ველში და მიესალმება ყველას, ვინც მათ მოუწევს ჩანაწერში. დღეს ჩვენ გვაქვსო ძალიან საინტერესო თემა, ეს არის გადასვლა კრისტალურ სხეულში. მე დავიწყებ მისგან, შემდეგ კი გავაგრძელებო და ცოტას ვისაუბრებო მზის აფეთქებაზე, აღმოფხვრაზე და რომელსაც საუბრობენ და მე გაგარკვევთ ამ თემასთან დაკავშირებითო. ეს ამორხება, რომელსაც ყველა ელოდებაო, მოსალოდნელიაო ახლო დროში. შეიძლება ეს მოხდეს რაღაც საათების განმავლობაში, დღეების განმავლობაში, თვეების განმავლობაში, მაგრამ ეს რომ ახლო მომავალში მოხდება, ეს ფაქტიაო. ხო, რას ნიშნავს ეს პროცესი? ეს არის გრანდიოზული იმპულსი კოსმოსური სინათლისა, რომელიც შეცდებს არა მხოლოდ ადამიანების ცნობიერებას, არამედ თვით ფიზიკური სხეულების სტრუქტურას. ახლა ჩვენ თქვენთან ერთად თვალს ვადევნებთ ძველი სამყაროს დანგრევას. და ეს პროცესი არ ხდება ერთ მომენტში, ის ხდება რაღაც დიაპაზონში ჩვენი ლინიალური დროისა, ანუ ჩვენი ტრფედი დროში. მრავალი ეპოქების განმავლობაში კაცობრიობა არსებობდა და არსებობდაო ნახშირბადოვანი მატრიცის შიგ, მჭიდრო ფორმაში, ჩვენი ავატარების განსახელების ფორმაში, რომელიც იყო საჭირო დუალობის გამოცდილების გასავლელად. ეს ბიოლოგიური კონსტრუქცია, რომელმაც დაეხმარა სულს გაყოფა გამოეკვია, სულის გაყოფა გამოეკვია, დროის გაყოფა გამოეკვია, სიბერე ავადმყოფობა დავიწყება თავისი ჭეშმარიტი წარმოშობისა
ეს ყველაფერი გამოეკვია და ესე იგი ჩვენ ჩავარდითო დუალობაში, ხო? ანუ გაურებაში. ეს გამოცდილება დუალობასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა და დადგა, მაგრამ დადგა ამ ციკლის დასრულების მომენტიც. ციკლი სრულდება და დედამიწა აღწევს საჭირო დონეს კოლექტიურ ვიბრაციისა, ჩვენი მზის დახმარებით, ჩვენი მზის გავლით, რომელიც იქნება გადაცემული და მზით იქნება გადაცემული კოლოსალური ნაკადი მაღალხარისხიანი სინათლისა. და ეს იმპულსი აქტივიზირებას გაუკეთებს ძველ კოდებს, რომლებიც ათასწლეულობის განმავლობაში იმყოფებოდნენ ადამიანის დნმ-ის შიგ დაძინებულ მდგომარეობაში. ბევრი მისტიკური ტრადიციები ამას უწოდებენ კაცობრიობის მეორე დაბადებას და გამოღვიძება კრისტალური კოდებისა, აგრეთვე არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ადამიანის შიგ, ყოველი ადამიანის შიგ არსებობს ენერგეტიკული შაბლონი, სრულყოფილი სინათლის სხეულისა. ის ინახება უფრო მაღალ დონეებზე ჩვენი მრავალგანზომილებიანი სტრუქტურებისა და მზის ამორქვევის დროს ეს ნაკადები ფოტონური სინათლისა დაიწყებენ შეხტევას ორგანიზმის ყოველ უჯრედში. ძველი პროგრამები შიშების გაყოფის და შეზღუდვების თანდათანობით წყნარად გაქრება და ნახშირბადოვანი სტრუქტურა ბევრს გაუქრება მომენტალურად და ის დაიწყებს ტრანსფორმირებას თითქოს გუსინიცა внутри კოკონა. ის ჩვენი სხეული დაიწყებს ტრანსფორმირებას თითქოს მუხლუხო კოკონის შიგ, რომელიც ესე იგი მუხლუხო, როდესაც მომწიფდება, გადაიქცევა ლამას პეპლად, ის ამოდის კოკონიდან. იმათ, ვისი სხეული არის სუფთა და მზად, მათ შეიძლება ყველაფერი ჩქარა მოხდეს. შეიძლება ერთ ღამეში მოხდეს. უჯრედები დაიწყებენ სინათლის დიდი რაოდენობით გატარებას, ენერგეტიკული არხები გაფართოვდება და ფიზიკური სხეულის და მაღალი მაპატიეთ და ფიზიკური სხეულებისა და სულის მაღალი ასპექტებს შორის დაიწყებს აღდგენას განუსაზღვრელი კავშირი. ზუსტად ეს პროცესი არის გადასვლა კრისტალურ სხეულში. თვით თავისით კრისტალი ის ასიმბოლიზირებს იდეალურ განტარიანობას, ჰარმონიას და უნარობას, შეიკავოს უზარმაზარი აბიომები სუფთა ინფორმაციისა და რას იწვევს ადამიანი ფიზიკურად. ტრანსფორმაციის პერიოდი შეიძლება აღიქმებოდეს ყველასთან სხვადასხვა გვარად. ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვილაპარაკია, მე მაინც გამიორდები, რომ უფრო მოსალოდნელი შეგრძნებების შორის შეიძლება იქნეს სიცხის ტალღები, ანუ ადამიანს უცებ ძალიან დაგცხება, ან შეიძლება უცებ ძალიან შეცივდეს მიზეზების გარეშე ვიბრაციები სხეულების შიგ შეგრძნება ელექტრონული იმპულსებისა ხერხემალში, წნევა ან ზედაწოლა მესამე თვალის არეში, ანუ აქა, აი აქ ოღონდ შიგნის სიღრმეში ადამიანი გრძნობს ზედაწოლას და უცნაური რეალური ძირი ამოფრქვევები მოგონებებისა წარსულ განსახიერებებზე ამახლებული, ანუ მომატებული გრძნობელობა ადამიანებთან და სივრცის მიმართ, სივრცის შეფარდებაში, ისე სიმართლე გითხრათ, მე მაქვს ხანდახან ამდაგვარი სიმპტომები. ტყუილი რა თვლიდა, მართლა მაქვს. ეს არის სივრცეს კიდევ ხედავ. და ერთ-ერთი ჩემი, აი მაგალითს მოგიყვებით, ახლა შევთვალ წავიდე. როდესაც მე გავიკეთე თვალის ოპერაცია,
მე მგონია ეს იყო ჯერ მარცხენა თვალი, იმიტომ რომ მე თვილად არ მეცვა, მეთვა თხელი ტანსაცმელი, ამიტომ გეუბნებით, ეს იყო ჯერ მარცხენა თვალი, მეორე თვალზე ცოტა უკვე აცილდა, ცოტა სხვანაირად იცმევდი და ექიმთან ვიჯექი მიღებაზე, ოპერაციის შემდგომ პერიოდია და იქ კაბინეტთან ახლოს არ იყო ადგილები და მე კედლისკენ დავჯექი აქეთ, დიდი ოთახია, მისაღები აქვს და აქეთ ისა კრესლოები, სავარძლები და იქიდან შემოდი შემოსასვლელი კარია აქედან იმ გაყოფილებაში რო გადიხარ კარი და ესე იგი შემდეგ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრი კედელია ჩაწეული და იქ აქ სკამზე ამ სავარძლზე ერთ სავარძლზე ვიჯექი და უცებ მომერია ესეთი ძილიანობა თავი ვერ შევიკავე თავს ვიყავებდი ზევი და ქვებით ქონდა ჩაწეული და შეამოვნებდა რა თავს ვიყავებდი ისე მეძინებოდა უცებ საწავიდა ჩემი ძალა არ ვიცი და მაგრამ სანამ გავითიშებოდი არა მთათა ხარ გავთიშულ არ ისე მაგრამ ძალა გამომელია აი აქედან იმ ამ კარებიდან გასაცვლელი კარებამდე ხედავდი კედელს ოღონდ ეს კედელი იყო სივრცის და სივრცემ აწყო ჩემ წინ ბადე როგორი ბადე გეტყვით ახლა ბურთი საფეხბურთო ბურთი ხომ იცით იქ ხომ არის ასე ამოყვანილი ხუთკუთხედიანი უზორი ხო რომბივით მე ვხედავდი 6 კუთხებიან ასე ვთქვათ ღობეს ბადეს რომლებიც შედგებოდა შეერთებული 6 კუთხედიანი ფიგურებისაგან და ეს ზოლები რომელიც გამოყოფდა ამ ფიგურებს იყო წითელი ფერის მუქი წითელი ფერის ამას ხედავდი ნაღდად ხო მაგრამ მე არ შემშინებია მე ხალათ ვხდი რომ ეს სივრცე იყო მაგრამ აი რატომ სივრცემ რატომ შექმნა ეს ბადე მე მარტო ვიჯექი აქეთ უკან მარტო და რატომ შექმნა სივრცემ ეს ბადე თითქოს და მე გამომყო გაიგეთ არა თქვენ არ ფიქრობთ რომ მე აჰა რაღაცა მოწონების გულის და ამას ვამბობო არა უბრალოდ მე ვიჯექი აქეთ კედლისკენ მარტო და თითქოს გაიყო ეს სივრცე ამბადეთი შეიძლება კი იცით ახლა პოლიკლინიკებში ბევრი ნეგატიური ადამიანი დადის ხო და შეიძლება ჩემი დაცვა უნდოდა ჩემი ენერგიების ხო და ხო მე მგონია ასე იყო ვიღაც იყო იქა რამდენიმე პირი ნეგატიური პირი ხო და მე მგონია ჩემი დაცვა უნდოდა ჩემი ენერგიების დაცვა მე ამას ვფიქრობ ხო და შემდეგ ეს გაქრა ეს რომ გაქრა ალბათ ვიღაცა დაждდა აქეთ ხო ვიღაცა დაждდა და ეს ყველაფერი გაქრა რო გაქრა ეს ყველაფერი უცებ ძილი მომერია და ჩამღუნეთ არა არ ჩამიყვენთია უბრალოდ ნახევრად ძილში ვიყავი რა ძილია თად ვერ მომერიოდა იმიტომ რომ ხანაობდი ნახევრად ძილში ვიყავი და ახალსაცა და ამ დროს გამოსულა ჩემი ექიმი ხო და მესმის ახლა რომ კარები გაიყო და რაღაცა ჩურჩუმად ამოვწეს ქალი და მე თურმე ჩემზე საუბრობდა მე ამიყვანა იმას თქო სანიტას დავხარებოდა ხო და კარებთან დამაჩნდა რომ გამახსენდება სხვადასხვა ასეთი მომენტები ხშირად მემართება იმიტომ რომ როდის პოლიკლინიკაში რო დავდივარ ხოლმე ყოველ სამთოში უფასო გამოკვლევაზე იქაც მემართება ხოლმე ასეთი რაღაცები იმიტომ რომ იქ როდება მოდის ძალიან ბევრი ავადმყოფი ხო ხა ჯანმრთელი ადამიანი რაზე მოვა პოლიკლინიკაში თუ რამე სამსახურთან დაკავშირებით არ გადის შემოწმებას ხო და ძალიან ბევრი ავადმყოფი დადის ზოგი ისეთ ხასიათზეა ზოგი ისეთი უხეშია კი ექიმებიც ხდება უხეში მაგრამ იმას მაინც გაამართლებ იმით რომ მთელი დღე ხალი ზის დილიდან შუა დღემდე და რამდენიმე პაციენტი უნდა მიიღოს და გაუშვას მაგრამ ავადმყოფები რომ მოდიან ახლა წამოგიდგინიათ ასეთი ავადმყოფები ნერვებს რომ მოუშლიან პაციენტებს ხო იმათ ისედაც ზოგიერთ არაფერს თავი არ აქვს ხო და მე ამას გძნობ მაგრად ნეგატივს ხელად გძნობ და აი ეს დამემართა ამიტომ მე რომ რამე წყობი ჩემზე უკვე მიატოვეს ამ დაგორი კომენტარების დაწერა
მე რო რამე მაგალითი მოყვავს ჩემი ცხოვრებიდან ეს ნაღდია მე არაფერს ვიგონებ მე რატომ და ვეძებ რაღაც მაგალითებს აი როდესაც გოგვები რამეს ამბობენ მე ხელად ჩემი მაგალითი მახსენდება ხო და ამიტომ ნუ გამიბროსდები ძალიან გთხოვდა მე მგონია ყოველას იუნიაში ის მაგალითი მოიყვანო რომელიც შენ გადახდა თავზე იმიტომ რომ ეს არის შენი გამოცდილება და შენ შეგიძლია შენი გამოცდილება გაუზიარო სხვას რაღა ირბინო და ეძებო ვიღაცების მაგალითები ხო ახლა როდესაც მე ჩემი მაგალითი არ გამაჩნია მაშინ მოყვავს სხვების მაგალითები რა საკვირველია მაგრამ ჩემი კურიოზებიც ძალიან ბევრი მაქვს ცხოვრებაში ცუდი ისა მომენტებიც ბევრი მაქვს ცხოვრებაში სანერვიულო მაგრამ ბევრი სასაცილო მომენტებიც ჰქონდა კარგით მოდით გავაგრძელოთ და ხო ამას ყველაფერს ზოგიერთი თქვენგანი უმრავლესობა ზოგიერთი კი არა უმრავლესობა თქვენგანი გადისო ზოგჯერ ხდება ისე რომ შემდეგ ეტაპზე ახლა ვაპირებდი რაც მე თქვი ახლა ამბობს დეტალია ზოგჯერ იგრძნობაო მედიტაციის დროს შიდა სინათლის შეგრძნება არის ხანდახან პერიოდები ძალიან ძიმე დაღლილობებისა აი მე ხა წუხელ რომ ვიდეო ჩავწერე წერდი ნორმალურად კი ხა დაღლილი კი ვიყავი მაგრამ არ მეძინებოდა და აი ვიდეოს ბოლოსკენ უკვე ისეთი ძილიანობა მომერია აი თქვენ რომ ახლა მე არ იცოდით რომ ავამტყოფი ვარ და წამლებს ვამდეთ ალბათ გეგონებოდათ გრადუსის ქვეშ ვიყავ ტრალი ვიყავი გეგონებოდათ ალბათ მე ხა ჩადაწეს რომ შეხედე ბოლოსკენ უკვე თავს ვიკავებდი და ქანაობდი ხო და აი გეუბნებით მე ნამდვილად სიმართლეს გეუბნებით აი სამყაროა ჩემი მოწმე რომ 1 გრამს სასმელს მე არ ვეტანები არც მოსაწევს ვეტანები ნამდვილად ფიცა ვარ სამყარომ დამსაჯოს თუ მე თქვენ გატყუებთ მაგრამ მე ისეთი ძილი მომერია დაღლილი ვიყავი კაი დაღლილი ვიყავი ისეთი ძილიანობა მომერია თან თქნარება დამაწყებია ნუ შეიძლება ეს წერდი ვიდეო და ხანდახან ამიტომ დიდ ბოდიში არ ვიდეო და ვიდეო შეწყვეტა რომ ახლა მე ის ვიდეო შუაგზაზე მიმიტოვებინა მეორე დღეს ის ვიდეო გაქრებოდა ვერ გავაგრძელებდი მაგ ვიდეოს მე კი გაქრებოდა მაგ ვიდეოს მე ვერ გავაგრძელებოდი გაიგრძელებოდა და ცოტა მქონდა დარჩენილი უბრალოდ შევამცირე ამიტომ როგორც შევძელი გაუძლე ბოლომდე რა დამემართა ასზე არავა თუმცა ხანდახან მემართება ასეთ აი ისევ შეკითხვას სამ რა დამემართა მე კი ვიცი რა მემართება აი მაინც მესამე განზომილებიანი აზრები ვერ მოვიცილე ხდება ხანდახან და აი ხანდახან ისეთი დაღლილობა შემეტევს რომ აი თითქოს და მეძინება აი ცოტა ხანი გავადა შენიერი ენერგიაზე მოვდივარ ხო შეიძლება თქვენ გჭირთო თქვენი ცნობიერების გაფართოება აი კიდე ერთ მაგალითს მოგიყვანთ არ გამიბარაზე დოღონ მე შედარება გავაკეთებ ეს შედარება გეტყვით ახლა რატომ გიხდით ბოდიშ ძროხას როდესაც ძროხის წველის მომატება უნდა რომ თუ ძროხის ისა ახლა არ ვიცი ქართულად მაგას რას უწოდებენ მაგრამ მეგრულად უწოდებენ ტურს და ეს ძროხის წელა რომ მოიმატოს რასაკეთებენ იცით სოფლებში ვინ ცხოვრობს რომ ძროხა გახადონ 10 ლიტრიანი 8 ლიტრიანი ბელს აჭმევენ აძლევენ მარილს აძლევენ წყალს აუცილებლად ძროხას თუ წყურია ის არ გააგრძელებს ჭამას ელოდება წყალს იმიტომ რომ მას თუ წყურია მაგი ვერ ჭამს საჭმელს და მამაჩემი აკეთებდა ასე ძროხა იმ ზომამდე მიიყვანა რომ მოამატებია წველა რო გაყიდა ძროხა იმ კაცმა მიამბა სადღაც და
წყალიც არ მიქონდა დილი და საღამოდე ერთ ადგილზე იმბა დროხა და წყალის მიტანის არ ყავდა არავინ წყალსო ასმევდითო რომ ეკითხებოდა მამაჩემი საღამოს მიუტანდითო როგორო კაცო მთელი დღე ძროხა წყლის გარეშე ყავდათო და თქვენ რას გიჭამდათო ის ძროხა თუ სასმელი წყალი არ ქონდაო და მოუგდეს უკან მამაჩემს არ მაძლევდისო დესო და საიდან მოგწევდა დეს შეოჯახაშენებულო ძროხას არ უყურებ არ პატრონობდა გინდა ძროხავშე წყალსალევია წყალს საღამომდე არ ალევია და გინდა ძროხავშე 8 ლიტრა მოგწეს ხო და რატომ მოყავს ახლა ეს მაგალითი ამას იმიტომ აკეთებენ აჭვევენ რომ ისა კუჭი გაუდიდეს მეტი საჭველი ჩაეტიოს ხო გესმით ჩემი ასეა ჩვენი ცნობიერებაში ჩვენ რომ ინფორმაციას ღებულობთ ხანდახან რატომა ადამიანი იღლება რაღაც ინფორმაციის მომენტში ისეთი ინფორმაციას თუ მიიღებს რომელიც მოქმედებს ნერვებზე ანუ ძალიან რთული მოსანელებელია რამე ინფორმაცია აი მაგალითად იცოდი შენ არ იცოდი რომ შენ გატყოებდნენ და უცებ ისეთი ინფორმაცია გაიგე რომ გაუგნებული დარჩი და აი დრო დაგჭირ და მოსანელებად всё შენ უკვე ვერ უსმენ ვერაფერს მიჭირდება დრო რომ ეს ყველაფერი მოინელო ხო აი დროხას კუჭისავით მაპატიეთ მე რომ ამ შედარებას ვაკეთებ მაგრამ ყველაზე კარგი შედარება ეს რომ მე ახსნა თუ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ცნობიერების გაფართოება ჩვენ როდესაც მოვინელებთ ამ ინფორმაციას ამ რთულ ინფორმაციას ჩვენ როდესაც მშვიდებით გადავდივართ შემდეგ ინფორმაციის მიღებაზე შემდეგ იმ ინფორმაციას რომ მივიხებ და მოვინელებთ გადავდივართ შემდეგ ინფორმაციის მიღებაზე და ასე ჩვენი ცნობიერების მასშტაბი ის ასე ვთქვათ აბიუმი ფართოვდება აბა ჩვენ რო ერთად ისა დაგვაყარონ ინფორმაცია ეს იგივეა კიტრს რომ მთელი დღე სიცხეში ნასიცხარ კიტრს სიცხეში მდგომ კიტრს უცებ ბევრი წყალი დავასხათ ის მაგას ვერ აითვისებს და პატარა თუნდა დაასრულო რამდენიმე თუნდა ჩამოიარო ცოტა დაასრულო მიწა უნდა რომ დასხდება კიდე მეორე პარტია წყალს დაასხავ შემდეგ ცოტა აი რომ ნახავ რომ დაბება მესამე და მერე შეიწოს მიწა წყალს ხომ გესმით ახლა ჩემი ასევე თურმე წყლის დალევაც არ შეიძლება ბევრის ერთდროულად ყუბა თუნდა დალიო მე ადრე რომ მისად ხო დიაბეტიკი ვარ და ისე მომწყდება ხოლმე მე შემიძლია ზედიზე ახლა ისე არ ვაკეთებ ადრე ვაკეთებდი მასე 1 2 3 ჭიქას ან აი ბოთს ლიტიან ბოთს ავიხებდი და შემიძლია 9 ლიტრი 20 დამელია თუ არ შეიძლება იმიტომ რომ შიგანი წყალი ითვისება შიგანში და შენ რო დიდ რაოდენობას ვამერთად შიგანი ვერასდროს ამისათვისებად წყალი გადის და ორგანიზმი რჩება წყლის გარეშე ამიტომ თუ გინდათ რომ თქვენი ორგანიზმი დააჯეროთ წყლით სვით პატარა ყლუპებით დაალიეთ 1 ჭიქა 2 ჭიქა მაგრამ პატარა ყლუპებით და ამ დროის აღთქმაც მიდის სხვაგვარად ბევრი ალბათ დაიწყებს შემჩნევას რომ ჩვენთვის მიჩვეული ჩვენთვის ჩვენ ხომ შეჩვეული ვართ რეალობას და ეს რეალობა ხდება უფრო თქვენ შეაჩვენთ რომ ეს თქვენი რეალობა ხდება უფრო გამჭვირვალე და ხაერის სიმჭიდროვეც იცვლება ხან უფრო მჭიდრო ხდება ხან უფრო ნაკლებად მჭიდრო ხდება ხო აქ რუსულად არის მოყვანილი სიტყვა разряженный воздух ქართული თარგმანი მე ადრეს მithქვას ვერ ვნახე ამისი разряженный воздух თქვენი აზრები მატერიალიზდებოდეს იქნება უფრო ჩქარა თქვენი შიდა მდგომარეობები მიიღებენ უფრო დიდ მნიშვნელობას გარე მოვლენებისთვის მაგრამ თავარი აზრი გადაცვლისა კრისტალურ სხეულში არის დევს იმაში რომ ადამიანმა შეძლოს გაატაროს და შეიკავოს უფრო მაღალი უფრო ესე იგი შეიკავოს ენერგიების უფრო მაღალი სიხშირეები და ცნობიერების მაღალი სიხშირეები იმის რომლებიც საჭიროა ახალ რეალობაში ცხოვრებისთვის ითვლება რომ
ნახშირ ბადური მატრიცა წინა ნახშირ ბადური მატრიცა ზღუდავს აღთქმას ენერგეტიკულ პოტენციალს და ჩვენ კავშირს სულის მაღალ ასპექტებთან მაშინ როდესაც კრისტალური სტრუქტურა იძლევა საშუალებას ჩვენში ჩადებული უნარების გახსნის აჩქარებას სულიერ განვითარებას და აღადგენს ჰარმონიას ჩვენი სხეულისა და ჩვენი ცნობიერებისა ეს არის იმისთვის საჭირო რომ იარსებო უფრო მაღალ გაზომილებებში ენერგეტიკული გადატვირთვის გარეშე სხვა სიტყვებით ამ გადასხვის მიზანი არის არ გახდეს სხვა არსება არამედ გახსნა შენი სრული ვერსია შენი საწყისი ბუნებისა აი ეს არის ის რაც სიტყვაო მე მიდოდაო თქვენთვის რადგან ეს პროცესები პირდაპირ ახლა მიმდინარეობსო ახლა კი გადავიდეთო სხვა თემაზე ჩვენი წინა გიკის გაგრძელება იქნებაო საუბრები ისევ აპარატებზო ენლეოზო ჩვენ ახლა ვისაუბრებსო ცივილიზაციებზე სინათლის ცივილიზაციებზე რომლებიც არიანო ჩვენ გარშემო ჩვენი პლანეტის გარშემო თავიანთ ხომალდეებზე და რისთვის დგანარიანო ჩვენ ორბიტებზე ჩვენი პლანეტის ორბიტაზე და ხო თქვენ იცით რომ მზის ამოფრქვევა გახდებაო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპიდანო დიდი პრესტრიგისაო კაცობრიობისა და გაჩნდებაო ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა რისთვის იმყოფებიან ეს ხომალდეები აქ რისი გაკეთებას აპირებენ ისინი ან რას აკეთებენ ახლა ამ ხომალდეების ამ ცივილიზაციების ამოცანა ესე იგი ყველა ცივილიზაციას გააჩნია აქვს თავისი ხომალდი ხო და ამ ხომალდეების ამოცანა რომლებიც განარიანო დედამიწის ორბიტაზე შედგებაო იმაში რომ გახადონო ეს გადასვლა მაქსიმალურად ჰარმონიული ბიოსფეროსთვის და ჩვენთვის ადამიანებისთვის ერთ-ერთი მაღალ სიხშირიანი მაღალ განვითარებული ცივილიზაცია არ გაჩიშავს მაგალითად ჩვენ მზეს იმისთვის რომ შეანელოს მისი სიძლიერე არა იმიტომ რომ მზის გამოსხივება არის ნაწილი ჩვენი ევოლუციის ბუნებრივი ციკლისა მთელი მზის სისტემისა ჩვენი მზის სისტემის ნაწილი ევოლუციის ბუნებრივი ციკლისა მაგრამ მათ შეუძლიათ უნარიანები არიან დაეხმარონ დედამიწას გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე რბილად რას აკეთებენ ისინი იმისთვის რომ ეს ყველაფერი შეარბილონ ისინი ესე იგი როგორ გითხრათ აბრუნებენ ამ მრავალ ფენიან ენერგეტიკულ სისტემას რომელიც მოგახსენებს ანუ რომელიც გეგონება უზარმაზარი სივრცეთა ქსელი და ერთ-ერთი ამდაგვარი ჩვენ ავაშენეთო პლანეტარულ სახურებაზე ერთ-ერთ პლანეტარულ სახურებაზე ამ ბადეს ამოცანა არ დაიბრუნოს მზის ნაკადები არამედ გაანაწილოს ეს მზის ნაკადები იმდაგვარად რომ მძაფრ ენერგეტიკულმა იმპულსებმა კონცენტრაცია არ მოახდინონ დედამიწის ცალკეულ რეგიონებში რომ არ მოხდეს პერეგრუსკა და შეიძლება წარმოიდგინო ეს როგორც გაფანტვის სისტემა სინათლის მილიარდი კრისტალების გავლით სინათლე დარჩება იგივე მაგრამ შეიძლება ამ განაწილების მეთოდი
მეგობრული ცივილიზაციები, რომლებიც განარიან დედამიწასთან ახლოს, ეხმარებიან მას სტაბილიზაციაში გარეთა ველების. კაი, ქართულად გადავთარგმნი. ეხმარებიან მათ გარეთა ველების სტაბილიზაციაში. ძლიერი მზის აქტივობის დროს ძლიერდება მოქმედება დედამიწის მაგნიტოსფეროზე და შესაბამისად ეხმარება მათ შეაკავონ ჩვენი პლანეტის გარეთა ენერგეტიკული გარსის სიმყარე. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მართავენ რაღაც ბუნებრივი პროცესებით. საუბარი მიდის ძაფრი, ესე იგი, ძაფრი, მოგატვირთ? ხო, ეს იმისთვის კეთდებაო, რომ ძაფრი რყევები შეამცირონ იმისთვის, რომ ტრანსფორმაცია მოხდეს რბილად. თუ ჩვენ განვიხილავთო დედამიწის რეზონანსებს, როგორც მის ბუნებრივ რიტმს მისი ცხოვრებისა, ინტენსიური მზის აქტივობის პერიოდში და ბუნებრივად შუმანის რეზონანსის აქტივობის პერიოდში პლანეტარული რიტმი შეიძლება გახდეს ცვალებადი და მან შეიძლება ძალიან ძლიერ დაიწყოს ხტომა ანამ ანი მხარეს და როდესაც ის იშვებს დაბლა, ჩვენ გრძნობთ თავს კარგად, მაგრამ როდესაც ის იწევს ზევით, ჩვენში ხდება, ჩვენ ორგანიზმებში ხდება სხვადასხვა ცვლილებები. ზოგი ხომალდები მუშაობენ როგორც რეზონატური სინქრონიზატორები და ეხმარებიან პლანეტარული ველის სხვადასხვა ფენას შეინარჩუნონ საგლასოვანას, ესე იგი თანხმური მუშაობა ერთმანეთს შორის. მათი მოქმედება შეიძლება შეადარო დირიჟორს დიდი ორკესტრისა, რომელიც არ თამაშობს, არ უკრავს მუსიკოსების მაგივრად, მაგრამ ეხმარება ორკესტრს ასეთ შეთანხმებულად დაუკრას მუსიკა. ესე იგი ჩვენ საუბრობთ ახლა ჩვენი დედამიწის გარშემო ბალანსზე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანიაო, რომ დედამიწა გამოვიდესო. არა, ეს ძალიან მნიშვნელოვანიაო, რადგან დედამიწა რაღაც მიზეზებიდან გამომდინარე გამოვიდა ამ ბალანსიდან და ვის ცილოვან ავატარებს, ესე იგი ცილოვანი ავატარები ვართო ჩვენ, ვისაც გვაქვსო უფრო მაღალი გრძნობელობა და ვართო ასპექტები ენერგიების მაღალი ნაკადით. და ყველაზე გრძნობიარე მომენტები ეს არის ნერვული სისტემა, გული და თავის ტვინი. ჩვენ დედამიწის გარშემო ფორმირდებიან თავისებური რეგიონები რბილი ადაპტაციისა, რომლებიც იქნება ზუსტად გარე ცივილიზაციებით, რომლებიც ამ მომენტში ერევიან საჭირო სამებრ. ამ რეგიონებში ხდება თანდათანობითი მიჩვევა ადაპტაცია ცოცხალი ორგანიზმებისა ახალ სიხშირეებისადმი. ამიტომ ბევრი ხალხი ინტუიტიურად ცდილობს გაატაროს მეტი დრო ზღვასთან, ხეებთან ან ძლიერ ბუნებრივ ენერგეტიკასთან, რადგან იქ ზუსტად იქ მიდის თანაბარი გაფანტვა და იქ შეიძლება მოდუნდე და მშვიდად მიიღო ახალი სიხშირეები. გლობალური ცვლილებების დროს ძლიერდება არა მხოლოდ ფიზიკური შეგრძნებები, არამედ მრავალჯერად იზრდება მისი ემოციონალური გრძნობელობა, მათ შორის ადამიანისა.
შიშები ხდება ძლიერი და ერთდროულად ჩვენი გრძნობები ძლიერდება, ამდაგვარი როგორც სიყვარული, ინტუიცია, ვდახნავიანია და შესაძლებლობა სიღრმისეულად გაიგო ყველაფერი და ძლიერდება ყველაფერი, რაც ჩვენში არის და ცივილიზაცია, რომელზეც მე საუბრობ, ეხმარებიან კაცობრიობის კოლექტიურ ცნობიერებას, ესე იგი შეინახოს სტაბილურობა, თან უწევს ემოციონალური გადატვირთვების, მასიური ემოციონალური გადატვირთვების, ასე ვთქვათ, დაკლებას. ისინი ადრიანების მაგივრად არ ეხებიან გადაწყვეტილებებს, ისინი მხოლოდ ხვდიან უფრო მყარ სივრცეს და ეს უნდა გვესმოდეს, რადგან ამ სივრცეში ყველა შეგიძლიათ ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ. და თქვენ იცით, რომ ყოველი ადამიანი გარშემორტყმულია მრავალფენიანი ენერგეტიკული სტრუქტურით, მერკაბით, ენერგეტიკული ველით. რაც გინდათ ის დაარქვით და ამ ზის იმპულსების დროს ეს სტრუქტურა იწყებს გადაწყობას. ზოგი ხომალდები მუშაობენ კაცობრიობის კოლექტიურ ველთან, ეხმარებიან მათ შეთანხმებაში შეუთანხმონ ერთმანეთს ეს ცვლილებები, იმისთვის რომ ეს გადატვირთვა, ეს პერესტროიკა რბილად მიდიოდეს თანდათანობით ზედმეტი დაძაბულობის გარეშე ორგანიზმისა. წარმოიდგინეთ, რომ ეს თითქოს არის მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელსაც ატყობენ სიმებს საჭირო შესრულებამდე და ამდაგვარად სხვადასხვა მიწის სიახლოვე სივრცის დონეებზე ფორმირდება თავისებური ენაზე მაგერია უსაფრთხო ენერგეტიკული დერეფნები, რომლების დახმარებით კი არა, და ამ დერეფნებში გადაადგილდებიან ეს ხომალდები. და აი ზოგი ადამიანი ახერხებს და აი ამ დერეფნებს ხედავს რაღაც მომენტებში. ამ დერეფნებში მაღალხარისხიანი ნაკადები გადიან და შემოდიან დედამიწის სივრცეში თანდათანობით, რაც აძლევს სიცოცხლეს და ადამიანს დედამიწაზე ადაპტირებაში, ანუ საშუალებას აძლევს ეს ყველაფერი მიიღოს დედამიწაზე ცხოვრებმა ადამიანებმა და დანარჩენმა სიცოცხლემ მინიმალური გადატვირთვებით. მაგრამ მათ არ აქვთ უფლება ჩაერიონ არავითარ შემთხვევაში, თუ რაღაც გადაუდებელი მომენტები არის და ისინი არ აუქმებენ ჩვენ გაკვეთილებს, არ აუქმებენ ჩვენი გადაწყვეტილების მიღებიდან გამომდინარე შედეგებს, არ ერევიან ჩვენ თავისუფლებაში. ისინი ჩვენ მაგივრად არ აწარმოებენ არჩევანს, არა, ისინი უბრალოდ აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ადამიანმა რაც შეიძლება რბილად გაიაროს ეს ყველაფერი, რადგან კოსმოსური კანონები ამბობენ, რომ არ მიაყენოს ზიანი. ამიტომ ამ ხრივ გვეხმარებია. და მნიშვნელოვანი მომენტი შიში კი არ არის. არა, მნიშვნელოვანი მომენტი არის, რომ ჩვენ ვიყოთ მზად შევიდეთ ამ შიდა ბალანსის მდგომარეობაში. აი, ზუსტად ჩვენი შვიდი ცნობიერება, გაგება, ჩვენი ღია გული, ჩვენი მინდობილობა ცხოვრების მიმართ ხდება იმ ხარისხებად, რომლებიც გვაძლევენ ჩვენს საშუალებას ადვილად გავიაროთ ნებისმიერ ენერგეტიკული
გაზომილებები. და როგორც თქვენ გესმით, დედამიწის გარშემო ათასობით ხომალდები იმყოფებიან, არა იმისთვის, რომ აქ დაელოდოს გადასვლას ჩვენ მაგივრად, არა იმისთვის, რომ კაცობრიობამ შეძლოს თავისუფლების შენარჩუნებით, არჩევნის შენარჩუნებით, ღირსეობის შენარჩუნებით და პოტენციალის გახსნის შესაძლებლობით, რომელიც არის ჩადებული ადამიანის ბუნებაში, თვითონ ადამიანთან მოახდინოს ეს გადასვლა. აგრეთვე ჩვენ მყავს ჩვენ ორბიტაზე, ჩვენ დედამიწის ორბიტაზე არიან ხომალდები, რომლებიც ასრულებენ დაკვირვებების როლს. ისინი განსაზღვრავენ ჩარევის საზღვარს და პლანეტის დაცვის პროტოკოლებს. სიცის გარშემო სივრცეში იმყოფებიან არა მხოლოდ კვლევითი და მეთვალყურებითი აპარატები, არამედ ჩვენ მაგალითად განვიხილავთ ჩვენ გიგეს, როგორც მრავალგაზომილებიან სტრუქტურას, რომელიც თვალყურს ადევნებს პლანეტის სიმყარეს. ადამიანური კოლექტიური ცნობიერების მდგომარეობას და უსაფრთხოებას ამ გადასვლითი პროცესებისა. ანუ იქნება რბილი კორექცია ამ ყველაფრისა. და მინდა ვთქვაო, რომ ცივილიზაციები არ ჭნიანო არანაირ სამხედრო ძალას და არ ემორჩილებიანო რომელიმე სამეთაურო ცენტრს. არა, ყოველი მათგანი მუშაობსო საკუთარ დიაპაზონში და ფლობსო განსაზღვრული ტექნოლოგიებით და აქვსო მკაცრად დანიშნული საზღვრების თავისი ჩარევისა. მათი მთავარი პრინციპია მაგათმა არ უნდა მართონ კაცობრიობა, მაგრამ არ მიცემენ უფლებას კაცობრიობას გაანადგუროს პლანეტა და დაარღვიოს გარშემო სივრცეების ბალანსი. და თუ რამე მოუვა დედამიწას დაუშვათ შორს, მაგრამ ამისი ესე იგი ასე ვთქვათ ეხო წავა შორს და შორს ამისი ნეგატიური ეხო გავრცელდება კოსმოსში და გავლენას იქონიებს მთელი სამყაროს სივრცეზე. ამიტომ ცივილიზაციები აკვირდებიან და არ აძლევენ კაცობრიობას საშუალებას დაუჭირონ წითელ ღილაკს იმისთვის, რომ არ მოხდეს ისეთი რამ, რისი გამოსწორება შემდეგ შეუძლებელი იყოს. ანუ არ აძლევენ კაცობრიობის კაცობრიობას უფლებას ააფეთქონ ატომური ბომბი. და ზოგსო ასეთი კითხვა უჩნდებაო, თუ დედამიწის გარშემო მართლა იმყოფებიანო ამდენი ცივილიზაციებიო, რატომ არ ატიებენო ისინი დედამიწაზე ომებს, რატომ არ ყავენო საშიშ მმართველებს და რატომ არ ანადგურებენო სხვადასხვა შეიარაღებებს. როგორც მე თქვენ გითხარით, ყველაფერს აქვს საზღვარი, რაშიც მაგათ შეუძლიათ ჩარევა, მაგრამ არისო გაცვალება პლანეტას შორის და კაცობრიობის ცივილიზაციას შორის. ანუ პლანეტა და კაცობრიული ცივილიზაციის მმართველობის შორის. თუ გარის ძალები სულ შეაჩერებენ რამე შეცდომით გადაწყვეტილებას კაცობრიობისა, დედამიწა მიატოვებს თავის საკუთარი გზის გავლას, განვითარებას და ხალხი მიეჩვევა იმას, რომ მათი შედეგებს გამოასწორებენ უცხოპლანეტელები. ამიტომ მოქმედებს ბევრი შეზღუდვები და არის ასეთი პრინციპი, თავისუფალი არჩევანის პრინციპი, როდესაც ადამიანური ცივილიზაცია აქვს უფლება მიიღოს თავისი გადაწყვეტილება, შექმნას თავისი პოლიტიკური სისტემები და გაიაროს ძიმე ისტორიული გაკვეთილები. ამიტომ გარე ძალებს არ შეუძლიათ ადამიანური მმართველობა შეცვალოს თავისი საკუთარი მმართველობით. აქ მუშაობს მინიმალური ჩარევის პრინციპი და ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს იმდენად მინიმალური, რამდენიც არის შესაძლებელი. თუ საფრთხე შეიძლება შეაჩერო ტექნიკური პარამეტრების შეცვლით, ამას შეცვლიან, მაგრამ თვით ადამიანებს არავინ გააქრობს.
თუ შეიძლება მაგალითად მოვლენები შეაჩერებენ, მაგრამ სრულად ისტორიას ვერავინ შეცვლის და თუ შეიძლება ლოკალიზება შედეგებისა, გაუკეთებენ ამას ლოკალიზაციას, მაგრამ მთლიან პროცესს არავინ შეაჩერებს და ეს არის პლანეტარული უსაფრთხოების პრინციპი, სადაც მოქმედებს არჩევის თავისუფლება იქამდე, სანამ ერთი ჯგუფის ადრეების მოქმედება არ უქმნის საფრთხეს სრული განადგურებას ბიოსფეროსი და პლანეტის. მაგალითად, თუ მოხდა რადიოაქტიური რაღაც ავარია ან რაღაც ხო და მოხდა დარღვევა ჩვენი სივრცე დროის სისტემებისა ან ენერგეტიკული ველების დაზიანება ან მეზობელი სამყაროების გახსნა ამ იარაღის გამოყენების შედეგად მოხდა არაკონტროლირებადი კარიბჭეების გახსნა მომავალ სამყაროებში და თუ იქ გამოყენებული ტექნოლოგიები, რომლის შედეგები გამოდის დედამიწის ფარგლის გარეთ, ამ შემთხვევაში არ კითხავენ არავის, ისე ჩაერევიან იმისთვის, რომ შეაჩერონ ეს ყველაფერი, ეს მომენტები. არის სამი დონი ჩარევისა, როდესაც კავშირი მიტიერ მოვლენებთან იყოფა სამ დონეზე. პირველი დონე ეს არის დაკვირვება. ცივილიზაციები აგროვებენ მონაცემებს, თვალს ადევნებენ სამხედრო სტრუქტურების გადაწყვეტილებებს, იარაღის მდგომარეობას, საშიში მასალების გადაადგილებას და კოლექტიურ ცნობიერებაში ცვლილებებს. ამ დონეზე არავითარი პირდაპირ მოქმედებები და ჩარევები არ ხდება. დაკვირვებლებს შეუძლიათ ფიქსაცია გაუკეთონ ატომური კომპლექსების მომზადებას, საბრძოლე მომზადების დონის ცვლილებას, მიწისქვეშა ობიექტების აქტივობას, ახალი იარაღის გამოცდას, არასტაბილობას, ზოგიერთი ცალკე აღებული ხელმძღვანელების ფსიქიკისა, აგრეთვე შეიძლება ხდებოდეს მასიური ემოციონალური ამოქმედები, აგრესიის მოატება საინფორმაციო ველში და ცვლილებები იმოქმედო კლიმატზე, ატმოსფეროზე, მაგნიტოსფეროზე. ჩვენ ეს ყველაფერი გავიარეთ ჩვენ საკუთარ ტყავზე და ბევრი რამ არის გაუქმებული და ჩვენთვისაც არისო გაურკვეველი თუ ვინ როდის და რა დროს გაუქმაო ეს მომენტები, ეს საშიში მომენტები და ამის მართვაც დამთავრდაო, რადგან ცერნი, ანუ ანდროიდული კოლაგერი დაიხურა. ვისგან მოვიდაო ბრძანება, რომ ცერნი დახურულიყო, ანუ ეს ანდროიდული კოლადერის ცენტრი დახურულიყო, ჯერ არავინ იცისო, მაგრამ ეს მოხდაო და ეს კარგი ამბავიაო. შემდეგი დონე ჩარევისა ეს არის რბილი კორექცია. თუ საშიშროება ძლიერდება, შეიძლება მოქმედება ღია ჩარევის გარეშე. ამდაგვარად მოქმედება მოხდება. შეიძლება სადღაც შეჩერდეს რაღაც ტექნიკური პროცესი, შეიძლება სადმე მოხდეს რაღაც შეფერხება დროის კავშირში, შეიძლება გაიჩიშოს ცალკე სისტემები, შეიძლება დაირღვას სინქრონიზაცია ბრძანებებისა და წითელი ხილაკი არ იქნება ჩართული. მე ფიქრობ, რომ ასეთი ხდებოდა არაერთხელ. ფიქრობ კი არა, მე წამიკითხავს ფაქტები იმისა, რომ საერთოდ აზზე არ არიან საბჭოთა კავშირის დროს უნდათ ბევრჯერ ატომური ომის დაწყება ამერიკასთან. ბევრჯერ და
ხომ მოამზადებდნენ ამ თავებს გააქტიურების პროცესში შეიყვანდნენ მომენტში მოქმედებაში უბრალოდ და არ აქტიურდებოდაო ეს ბაგალოვკა თუ ჩიპი თუ რას უწოდებენ მას რომ აფეთქო ბომბი არ აფეთქდებოდაო ისო ვიღაცა ანეიტრალებდაო მაგას და ცარიელი ბომბები ფეთქებოდაო რომელიც საწყის აწარმოადგენდაო წარმოგიდგენიათ მე ჩემი თვალით მაქვს წაკითხული ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს ხო და რაღაც ისეთი გარემოები ხდებაო როდესაც აჩვენებენო რაღაც რაკეტის გაშვებას ან რაღაც ისეთი გაშვებას ან რაკეტა აფეთქდა ყველაფერი წესრიგში მოდიოდა და მას დაეცა ელვა და რაკეტა დაიგრა დაიშალა დაიწვა რა ხო ვერავინ გარკვევს იმას თუ ეს ბუნებრივი ელვა იყო თუ ხელოვნური ხო თუ რომელიღაც ხომალდიდან ნასროლი ელვა იყო სხივი ელვა კი არა ხო სინათლის ცივილიზაციებმა არ დაუშვეს და რამდენიმე დღის წინ მე ვნახეო ასეთი ინფორმაცია რომ ჩინელებმა გაუშვეს რაკეტაო და აი ამ რაკეტას რა დაემართაო რა მოუვიდაო აი ეს მოუვიდაო ესე იგი დაიგრა აფეთქეს ხომალდიდან შეგნებულად შემდეგი მესამე ეტაპი ეს არის პირდაპირი ჩარევა კატასტროფის ხო კარგით მე სხვანაირად გადაგითხრათ ამას ჩარევა მესამე დონე ეს არის ჩარევა რა დროსაც ესე იგი თუ რამე კატასტროფა უნდა მოხდეს ადამიანის შეცდომის გამო ამ დროს ერევა გარე ძალები იმისთვის რომ ეს კატასტროფა თავიდან აიცილონ ეს დონე გამოიყენება მხოლოდ პლანეტარული მასშტაბის საშიშროების დროს და შესაძლებელია მაგალითად რაღაცა გაუშვენ ხო რაღაც იარაღი მაგის ბლოკირება ხდება თუ არის ეს ატომური რეაქტორის რაკეტა ან წითელი ღილაკი ან ხდება ნავიგაციური სისტემის წყობიდან გამოყვანა ან ხდება პერეხვად გამოჭერა ამ იარაღის მტარებლისა ან ამ იარაღი ის რაკეტა რომელზეც დენა იარაღი დაუშვათ ატომური და მიდის თავისი გაშვებული ტრაექტორიით ხო უბრალოდ დაპროგრამირებული ტრაექტორიით ხდება ამ რაკეტის ტრაექტორიის შეცვლა და ხდება ნეიტრალიზაცია ამ მუხტისა საბრძოლო მუხტის აი ეს ბაიგალოვკა იგულისხმება და აფეთქების ლოკალიზაცია თუ მოხდა აფეთქება ხდება აფეთქების ლოკალიზაცია და ხდება რადიოაქტიური ამონარქვის ნეიტრალიზაცია ნაწილობრივ მაინც ახლა მე თქვენ რას გეტყვით მე ისიც მაქვს დაგიტყული თუ მოსმენილი როდესაც ჩერნობილში მოხდა ავარია ამ რეაქტორების თავზე დაფრინავდნენ უცხო პლანეტელები ხომალდები დაფრინავდა უცხო პლანეტელებს და მაგათმა იმდენი გააკეთეს რომ ნაწილობრივ რომ ძალიან მთელი პლანეტარული მასშტაბით არ გავრცელებულიყო ეს რადიოაქტიური წვერი ქარი რა და ატომური იარაღის ატომური რეაქტორის აფეთქების დროს რა ხდება იცით ვინც არის ეს მაგათვის გიხსნით აი ბომბი ხო აფეთქდება მერე სოკოსავით ფორმას იღებს სოკოსავით შემდეგ თანდათანობით ხო აქიდან უშვებს ქარს ენერგეტიკული ის განთავისუფლდება აფეთქების დროს ენერგია ეს ენერგია მიდის რა მანძილსაც მიცდება არის ახლა რამდენი ტონის ის რაღაცას უწოდებენ მე ვერ ვიყავი კარგად ამაში რამდენიანი ის იყო ბომბი ტონადობის ან არის იქ როგორ არ მახსოვს ზუსტად შემდეგ
და ეს რადიოაქტიული ნარჩენები ხო იფანტება შეიძლება დიდმანძზე გაიფანდოს და უცხო პლანეტელებმა იმდენი გააკეთეს ეს მასშტაბი გავრცელებისა შეამცირეს მათ უნდა ვუმატულდეთ ჩვენ როდესაც აფეთქდა ჩერნობილი მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით არ დაზიანდა სივრცე რეგიონები შეიძლება საბჭოთა კავშირის საზღვარ მიმართაც წასულიყო მაგრამ ყოველთვის ასეთ დროს პირველად დახმარებაზე მოდიან უცხო პლანეტელები იმიტომ რომ ჩვენ მეწოდებით ჩვენ შესაძლებლები არა ვართ იმიტომ რომ ცეცხლთან თამაშობთ არამედ იმიტომ რომ პლანეტარული მასშტაბის გადაცოლა არ მოხდეს მაგრამ პროცესი ეს შედეგი ბოლომდე მაგათ არ მოუსპიათ უბრალოდ შეამცირეს იმიტომ რომ ის შედეგი შემცირებული შედეგი დატოვეს რომ ხალხს ეწვნია ის რაც ჩაიდინეს როდესაც ფუკუსიმაზე იყო აფეთქება და იქ აფეთქდა ატომური რეაქტორები იქ დაფრინავდა ძალიან ბევრი საფრენი აპარატები ხო ეს არის უფრო ძლიერი კატაკლიზმის აცილება თავიდან მაგრამ ეს პირდაპირ ჩარევა და ამ შედეგების აცილება არ ნიშნავს რომ გარე ცივილიზაციები მართავენ დედამიწას მაგათმა შეაჩერეს ისინი აჩერებენ უბრალოდ შეაჩერეს კი არა საერთოდ აჩერებენ კონკრეტულ კატასტროფას რის შემდეგ კაცობრიობა რჩება მარტო თავისი საკუთარი გადაწყვეტილების პირისპირ ამიტომ გარე დახმარება არა ამითავისუფლებს ადამიანის პასუხისმგებლობისაგან აი მე თქვენ ჩერნობილი მოგიყვანეთ და ბუნებრივად კაცობრიობისგანაა დამოკიდებული შეინარჩუნეს ის თუ არა ატომური იარაღს გააგრძელებს თუ არა ამ ატომური იარაღის დამუქრებას და გააგრძელებს თუ არა სამყაროს გაყოფას წრებზე და არა მტრებზე და შიშის დახმარებით გააგრძელებს თუ არა ხელისუფლების ხელში დაჭერას და თუ ისწავლის ინფორმაციის აი სიტყვა დამავიწყდა დამავიწყდა ისე მაგერია ეთი წუთით შემოწმება აი სიტყვა არა მე ინტერნეტში ხარ შემსულა უბრალოდ რუტყულად არ ჩაეწერა გავთიშე როდის გამახსენდებოდა არ ვიცოდი ეს სიტყვა ხო და უცებ გამახსენდა როგორც კი გავთიშე ხო და შეძლებს თუ არა ბრძანება შეაჩეროს რომელმაც შეიძლება კატასტროფამდე მიიყვანოს ხო კარგი მოდით ახლა ეს ყველაფერი ედეგივია თითქმის თუნდაც ჩვენო არ გვეკავოსო ხელში იარაღი და თუნდაც ჩვენ არ ვიყოთო სამხედრო ძალის წარმომადგენელი ჩვენო ქნით ფონს სადაც კოლექტიური ცნობიერება მოქონდეს საბოლოო გადაწყვეტილებებზე მე ფიქრობ რომ თქვენ გესმითო მე რას გულისხმობო მე კონკრეტულად დეტალებში ვერ შევალო მაგრამ მე გეტყვით რომ ჩვენი ცნობიერებისგან არის დამოკიდებული კოლექტიური პროცესები რომლებიც ხდებაო დღეს ჩვენ პლანეტაზე და საბოლოოდ მინდა გითხრათ რომ ის იმ ცივილიზაციების ხომალდები რომლებიც განლაგებულია ჩვენი დედამიწის გარშემო არ არისო ჯარი რომელიც მზად არისო ნებისმიერ დროს გადაწყვეტოსო კაცობრიობის ყველა ადამიანური პრობლემები არაო ეს არის უბრალოდ სისტემა დაკვირვების შეჩერების და მხარდაჭერის და შემდეგ გამოშვებაზე ეს 104 გიგეში თქვენ მოგიყვებითო თუ როგორ დავლებას აცრულებსო ეს თუ ის ცივილიზაცია ჩვენ დედამიწაზე და მე ამით ვამთავრებო ჩემ დისკუსიას ახალ კი სიტყვას
ვაძლევო ასուն ვლადიმირს. ვლადიმირი ასუნი მესამდება ყველას პილოტებს, ციცინათელებს, გიგეს სტუმრებს წვრილ დონეზე, აგრეთვე ოსტატებს, ამაღლების ოსტატებს და ელტანასაც მადლობას უხდის სტრუქტურირებული ძლიერი მასიური ინფორმაციისთვის და ასუნი ამბობს, რომ მე ვამტკიცებო ამას ყველაფერს ვადასტურებო და შევეცდებიო ეს ხშირები დავამაგრო და განავითაროო შემდგომში, ჩემ გამოსვლაში. ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ახლო მომავალში გველოდებაო ძლიერი კარიბჭეებიო, ლომის კარიბჭეების, უпроსტად ლომის კარიბჭეებიო, სირიუსის კარიბჭეებიო, ახლა მიდისო ლომის კარიბჭეები რას ნიშნავს იცით? ლომის ასტროლოგიური ნიშანის ლომის გაძლიერება ხდება ახლა. ამიტომ ამბობენ, რუსულად ცხანი არ არჩხევს. პარტალი ვრატალი ვა. პარტალი ეს არის კარიბჭე. ვრატა ეს არის კარი. ამიტომ მე ზუსტად რო გადავთვალო ქართულად, იცით რა გამოდის? კარიბჭის ლომის კარები. ისევე სირიუსის კარები. სირიუსის კარების კარიბჭე. ამიტომ მე პირდაპირ კარიბჭეს ვამბობ. და ახლა მიდისო ძლიერი პერესტროიკა, ანუ გარდაქმნა, რომელიც ასწორებს გალაქტიკურ ზევს. ხო. ჩვენ ვართო ცენტრში, ბევრჯერ მithქვამს მეც. ჩვენ ვართო თვით პიკში ამ გადასვლისა და ამაზე წერიაო ალციონის საბჭოს გზავნილში მე-11 განზომილებიდან. ჩვენ აქ მოვიდით კოდებით, სხვადასხვა ვარიანტების ცხოვრებით გადასვლით და ის კოდი, რომელიც ამუშავდება, ის ვინც სიხშირეს მიხედვით გადიოდის იქნება რაღაც მომენტში აქ და ახლა, ისიც წავა და ყოველი თავისი ვარიანტის მიხედვით განვითარდება. ეს ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ ეს პროცესი ფაქტურად უკვე მოხდა. ჩვენ ახლა ვცხოვრობთ აქ და ახლა ამ წერტილში ფიზიკურ ავატარებში, მაგრამ როგორც სინათლის ოსტატები ჩვენ ავირჩიეთ მშვენიერი ინსტრუმენტი, რომელიც წინასწარ განსახიერებამდე ჩვენ ვსჯელობდით და მოლაპარაკება გქონდათ, რომ ჩვენ აქ ორგანიზებას გავუკეთებდით ამ კარიბჭეს, ამ კლესელს, ამ ინსტრუმენტს და ამ ველს. და ბუნებრივად რომ ახლა იხსნება და იწევა მზის სიხშირეები, მიწის სიხშირეებიც იწევა, იხსნება ჩვენი პერსონალური და ინდივიდუალური კოდები, ესე იგი იმ ცივილიზაციების ხომალდები, რომლებიც ახლა არიან ჩვენ გარშემო, ეს მათი ერთიანი პლანია, ისინი ერთი გუნდია და ყველა ეს ხომალდეები, რომლებიც ჩვენ ახლა გვეხმარებიან, არიან სინათლის არსები, სუჭი, სეტავოის სუჭი. არსებები არა, ამიტომ მე არ ვამბობ სუშიცტვა, რადგან სუშიცტვო ეს არის ფიზიკურ სამყაროში რო ცხოვრობს და სუშნაсть ეს არის წვრილი დონის არსება. მაგრამ სეტავოის სუჭი რო ვამბობ, ესე იგი სინათლის სულები. ათი შეიძლება გადათარგმნო. სინათლის სულები, სეტავოი სუჭი. და ჩვენ მათთან ერთად ვართო მჭიდრო ურთიერთობაში კავშირში, რადგან ჩვენ აქ ვართო განსახიერებულები, რაზეც ახლა ეტანა ამბობდაო, არავინ ჩვენ მაგივრად ვერანი ვერ გაივისო ამ გამოცდას და ვერანი ვერ იცხოვრებს, რომ ჩვენ მაგივრად ჩვენ უნდა გავიაროთ ეს ჩვენი ცხოვრება დედამიწაზე. ჩვენ აქ მოვიდითო სრული პაკეტით და ეს პაკეტები ახლა აქ იხსნებაო სრული არტეფაქტების
ნაბორით მოიცადე რუსული ქართულად მინდა გავეხსენო ეთიცეთი სრული კრებულით გამახსენდა და მთავარი ისაა რომ ჩვენ პროექტში ხსნით ჩვენ გულს ვაშხამდეთ ჩვენ სიყვარულს ჩვენ საწყის სიყვარულს და ჩვენ ახლა ვიწყეთო გზნობას ვიღაც ხედავს ვიღაც არ ხედავს ზოგი გზნობს ზოგი ვერ გზნობს ცლებებს მაგრამ ცლებები მაინც მიდის ჩვენ გულებში ჩვენი ველები დგება უფრო რბილი არ არის აგრესია რომელიც იყო ადრე ყველაფერი ეს ქრება და ახლა ჩემო ძირფასებო მოდით ჩვენ გავეწყოთ ერთ ველში ავაშენოთ ვერტიკალური კარიბჭე ატკალი ებროკა გავუკეთოთ ჩვენ სინათლის კარიბჭეს და მუხც იმაზე თუ რა გველოდება ჩვენ წინ როგორი ძველი კარიბჭული ენერგია გველოდება ჩვენ უნდა მოვემზადოთ და თქვენ მე ხართ ყურადღება გაამახვილოთ თქვენში თქვენ საკუთარ მესში გულის ცენტრის იზუმრუდულ ცენტრში იზუმრუდ სატულძახეს გულის ჩაგრა არის მწვანე ფერის რითაც ჩამგავს იზუმრუდს ზურმუხტს და გაუგზავნოთ ჩვენი სიყვარული ჩვენ ასპექტებს თელ არც ცოცხალს იქ წილ დონეზე ჩვენ ფართოვდებითო პლანეტარული ზომამდე საკრალური მანდალები ბზინავსო თელ დედამიწაზე ზურმუხტ ველში და უერთებიანო სიყვარულის მადიერების და კურთხევის ნაკადებს და ქმნიანო რბილ ნას ზურმუხტის ველსო ჩვენ ხედავთო კრისტალურ ბადეს ამველისა რომელიც მოძრავია აგრეთვე ლამაზი გეომეტრიით გვაერთიანებს ჩვენ ყველას ერთ ბადეში ჩვენ გვპატიშებთ თქვენ მაღალ ფრაქტალობაში თქვენი კრისტალური დასრება აქ და ახლა ამ წერტილში ამ წმინდა წერტილში ჩვენი მესი და აქ და ახლა მე ვარ მე კი არა მე ვარო ჩვენი ველი ხდებაო წყინავი ჩვენი სხიშრიები სწორდებაო და სწორდებაო ყველაზე ჩვენი სწორდება როგორ ჩვენ ყავთ ფრაქტალური არსები აი ეს ყველაფერი ეს სხიშრები სწორდება ჩვენი ფრაქტალური დონეებამდე ჩვენ დგებით ღვთაებრივი სფეროები და ახლა ჩვენი ყურადღება უნდა გავამახვილოთ მიწის ცენტრზე როგორიც არ უნდა ნახოთ თქვენის როგორიც არ უნდა წარმოიდგინოთ ნებისმიერ განზომილებაში ეს იქნება ან სიბრტყე ან კუბიკი ან დოდეკაიდერი ან მოღუნული სიბრტყე ან ორ აბაროტად შეკუმშული შეხვეულისავით როგორ გითხრათ სიორნდევ два оборота ასე დახრილი რულონივით ნიშნულობა არ აქვს თუ თქვენ როგორ ხედავთო დედამიწას ამას ნიშნულობა არ აქვს რადგან ნებისმიერ განზომილებაში ჩვენ პოულობთ ცენტრ დედამიწის კრისტალურ ბირთვს შიდა მზეს ალმასულ კრისტალს წყინავ ცენტრს და ვიღებთო ჩვენ ველში და ვაგზავნით იქ სიყვარულს მადიერებას ჩვენი მაღალი მეების სრულ დასწრებაში და შემდეგ ახლა შემოძვიფასებო ავამახოთ ეს ცენტრი კრისტალური ბირთვით მიწისა კრისტალური მზე ჩვენი ფეხების მეშვეობით ვერტიკალით ნასად და ფრთხილად ჩვენი ვერტიკალით ავამახოთო გულის ცენტრში და ჩვენში გვაკვირდებითო ჩვენთან შიგნიდან ეს ვიდა ჩვენ შიგნით არისო ჩვენ გულის ჩაკრაში და ჩვენ ვიგრძნობთო უდიდეს ბალანსს ის რეზონურებსო მიწის ცენტრალურ ბირთვთან ეს მზე მიწის შიდა მზე იწყოსო რეზონირებას ჩვენ შიდა კრისტალურ ბადეებთან ერთიან ნაკადში ერთიან გარმონიკაში ახლა კი ცენტრიდან გულის ცენტრიდან ჩვენ ავამახოთ ჩვენი ყურადღება მიწის ცენტრთან ერთად ცენტრალურ კრისტალთან ერთად და მთელი ვერტიკალით ყველა ჩვენი ჩაკრების გავლით ჩვენი ზედა ჩაკრის გავლითად კარუნაია ჩაკრას უძახიან ამას რადგან აქვს
მეფის ისა კარონა მეფის გვირგვინის ფორმა, ამიტომ უწოდებენ კარონა ეჩაისტი. კარონა, აცლობა კარონა. და ჩვენს კარუნული ჩაგრუ ჩვენ ვწერთ გალაქტიკურ მზემდე, ალციონის მზემდე და ამდაგვარად ჩვენ ვაშენებთ კრისტალურ ხიდის. შეიძლება თვალყური ადევნო ჩვენ თქვენ საკუთარ კარუნაია ჩაკრაში, ანუ გვირგვინოვან ჩაკრაში და გავაგზავნოთ სიყვარული და მადლიერება. აგრეთვე მივიღოთ ალციონის მზისგან ნაკადები, შევიდეთ ურთიერთობაში, აგრეთვე გავასწოროთ ჩვენი ბადეების კრისტალური ველები, მიწის ველები, მიწის ბადე, ცენტრალური მზის ბადე, ალციონის ბადე, ჩვენი ველი ხდება უფრო წყინავი, ჩვენი გეომეტრია ხდება უფრო რთული, უფრო გამდიდრებული და უფრო ბრუნავი სხვადასხვა ელექტრომაგნიტური და ენერგეტიკულ ქარიშხალურ ნაკადებში ჩვენ მადლობას ვუხდით ალციონის გალაქტიკურ მზეს, უпроსორად ჩვენ მადლობას ვუხდით გალაქტიკურ მზეს ალციონს, უფრო სიყვარულით ვიწევით მაღლა და მაღლა უფრო დიდ გალაქტიკურ მზემდე, სირიუსის მზემდე, ვაწყობთ ამ არხს, ამ ვერტიკალს და იქვე იმ სირიუსის მზისკენ ვაგზავნით სიყვარულს, მადლიერებას და კურთხევას და ვიღებთ ყველა ამ წინავ თეთრ მოოქრო ვილ სიხშირეებს სირიუსისაგან ამ ძლიერ სტრუქტურირებად ნაკადებს და უსწორდებით ამ ნაკადებს ყველაფერი ერთიან ურთიერთმოქმედებაშია. ჩვენი ვერტიკალი უფრო მზიანი, უფრო წყინავი, უფრო სტრუქტურირებული ნაკადებია და უფრო ძლიერი ჩვენი კრისტალური ენერგო არხით უფრო ძლიერია. მოხდა გათანასწორება, სადაც ახლა ხდება, რომელიც ახლა ხდება ყველა ასტრონომიურ და დროის ხაზებზე, ყველა ციკლების დასრულებისას და ჩვენი კარიბჭე, ჩვენი ვერტიკალი ეს არის ერთიანი კარიბჭე, სინათლის კარიბჭე, გადასვლის კარიბჭე და მადლობას ვუხდით გალაქტიკურ დიდ მზეს სირიუსს და ჩვენი ყურადღება გადავაადგილოთ ცენტრალურ გალაქტიკურ მზეზე ჩვენი გალაქტიკაში და იგივე გავუგზავნოთ სიყვარული, მადლიერება და კურთხევა მას და მივიღოთ საპასუხოდ მისი საციცოცხლო ნაკადები, სტრუქტურირებული ენერგიები და სიხშირეები და ყველაფერი, რასაც ჩვენ ვატარებდი ჩვენ თავში. ახლა ჩვენ გავუთანასწორეთ ამ კარიბჭეს გალაქტიკური მზეების მეშვეობით, მადლიერების და ბალანსის შეგრძნებით შიგნით, ველები ისე ძლიერ სტრუქტურირდება, ჩვენი ველები ისე ძლიერ სტრუქტურირდება, ეს არის ჩვენი ერთიანი კარიბჭე, რთული, მრავალდონიანი, მრავალ გამოვლენებიანი, მრავალ გაზომილებებში, მრავალ შესაძლებელ გამოძომილებებში, რომლებშიც ახლა ჩვენ ვესწრებით ჩვენი მაღალი ფრაქტალებით და იმაში ვტვირთავთ ჩვენ ვერტიკალს. ახლა კი ვერტიკალის მეშვეობით, ვერტიკალით მაღლა მივდივართ თვით სამყაროს უდიდეს მზემდე, სადაც არის ჩვენი ზედა კოსმოსური ჩაკრა. ჩვენ ვგრძნობთ უძლიერეს ვიბრაციებს, მაღლა რომელიღაც წერტილში სამყაროში ვიბრირებს ჩვენი უდიდესი გალაქტიკური მზე, ჩვენი ზედა კოსმოსური გვირგვინოვანი ჩაკრა, ესე იგი აი აქ ვაგზავნით იქ ჩვენ სიყვარულს, მადლიერებას, სამაგიეროდ ვიღებთ ამას ჩვენ შიგნით დასწრებად ჩვენი ვერტიკალის და გავათანასწორეთ მას სრულიად კრისტალური არხით, სინათლის კრისტალური არხით და მივდეთ საშუალებას ამ კრისტალურს დაესწროს აქ და ახლად და ტრანსფორმირება გავუკეთოთ ჩვენ ველებს, ტრანსმუტირება გავუკეთოთ ჩვენ ფიზიკურ სხეულებს და მე ვაკვირდებ, რომ ჩვენი გალაქტიკური ავატარებით ისინიც კი ტრანსფორმირდებიან, ჩვენი სხეულები ტრანსფორმირდება ჩვენი ველები, ჩვენ ერთიან ნაკადში ვაფართოვებთ ჩვენ ფრაქტალობას, თელ ჩვენ ფრაქტალურ ხეს, ყველა გაზომილებებში, ყველა გალაქტიკურ ავატარებში, ყველა მსოფლიო სამყაროს ავატარებში, ყველა სულიერ ჩვენ გამოვლენებებში, ყველა სულიერ ასებში, უსხეულო
არსებში მიდის ძლიერი გაფართოება, იმიტომ რომ ახლა თავდება ციკლი, უდიდესი ციკლი და ეს ძლიერი ვერტიკალი იწყობა თუ ისა ძალიან ძლიერი გასწორება მიდის, ჩვენ ვაცნობიერებ ჩვენ თავს, ვაცნობიერებ ჩვენ აქ დასწრებას, ახლა და აქ და ვაცნობიერებ ჩვენ ღვთაებრივებას, ჩვენ სამართალს, ჩვენ ნებას, როგორც განსახიერებული ღვთაებრივი არსებისა, გამოვავლინოთ აქ ამ სამყაროში სიმშვიდე, აყვავება, სიყვარული და გარმონია და ეს ყველაფერი მე ვარ აქ და ახლა და უდიდესი სამყაროს მზე არის ჩვენ შიგნით, შემოდიფასებო და დასასრულს ამ ეტაპის დასასრულს ჩვენ ვაერთიანებთ თელ ვერტიკალს, ყველა მზეებს, რომლებიც ახლა ჩვენთან ერთად არის, ჩვენ გულის კარიბჭეში, ჩვენ გულის ცენტრში, ისინი თითქოს უერთდებიან ერთმანეთს ერთი მეორეში, ისევიან სფეროებად და შემდეგ ძლიერ სიყვარულის ამოფრქვევად, მადერების და კურთხევის ამოფრქვევად ჩვენი გულის მრავალფენოვანი სფეროდან მრავალდონიანი კრისტალური მზეების სფეროდან ჩვენ ვიქცევით ძლიერ კარიბჭედ, სინათლის კარიბჭედ, გადასვლის კარიბჭედ, ყურადღებით მიმართული მიწაზე ავიყვანოთ ეს ჩვენი მიწა გაიუსკა ჩვენი ყურადღების შიგ, ჩვენი შიდა ველის ველში და ახლა მე ვხედავთ რომ ჩვენ ყველანი გაფართოვდით, ვის ხედავს ახლა იმ დასწრებს ეუბნება და თითქოსო ჩვენო გავერთიანთითო ჩვენი მიწის გარშემო და ის გავსვა ატომის ბირთს და ჩვენ ცენტრში, ყოველი მიწის ცენტრში, ჩვენ თვითონ ვართ ცენტრები, ერთიან ცენტრში გამოდის, ეს ქმნის ერთიან კარიბჭის ველს და თქვენ მუშაობთ, დადიხართ, გძინავთ, ხართ დაკავებული ხელოვნებით, თქვენი ხელოვნებით, ხო? ნებისმიერ წერტილში თქვენი დასწრება იგრძნობა როგორც თქვენი მაღალი მეს წყაროს დასწრება. ჩვენ თავში ვატარებთ იმას, ჩვენ თავებში, ჩვენ გულებში, ჩვენ ცნობიერებაში ვატარებთ ამ ბალანსს და სიმშვიდე ვრცელდება ყოველ წამში, მუდმივად ჩვენში, წერტილში აქ და ახლა და ცვლის ჩვენ ველს, წყაროს დასწრების ველზე და ბუნებრივად ერთიან კოლექტიურ ცნობიერებაში გადასვლის ველზე, ახალი მიწის ველზე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მაღალ განზომილებებში. ახლა ეს ასრულდაო და ახლა მნიშვნელოვანი არის ამბობს ასულნი ვლადიმირი არ დავაჩქაროთო მოვლენები, უბრალოდ ვიყოთო ვესწრებოდეთო აქ და ახლა, ესე იგი არ დავიციკლოთო თავი ერთ ტოტზე, არ დავაკრისტალიზიროთო რომელიმე ერთი გადასვლის ტოტი, არა, ეს ტოტი, დროის ტოტი თვითონ დაიწყობა ყოველ თქვენთაგანს ექნება თავისი, ესე იგი გადასვლის ტოტი, მაგრამ თვითონ დაიწყობა. ყოველ ჯგუფს თავისი ექნება, ყოველ ცნობიერებას თავისი ექნება, ყოველ სიხშირეს თავისი ექნება. და ისევ რუსულად დავიწყე. და აქ გაიუშკაზე, მიწაზე ის თავისი დაიწყობა გეგმის მიხედვით, კოლექტიური გეგმის მიხედვით, რეზონანსის მიხედვით ამუშავდება ის ვერსია, რომელიც იმ მომენტისთვის სიხშირის დახმარებით შეიქმნება. ჩვენ უბრალოდ ქმნით ამისთვის ჩვენ ჰარმონიულ ველს, ეს არის მაღალი სიხშირეების კარიბჭე, დასწრების კარიბჭე.
და ეს არის ჩვენი მნიშვნელოვანი მისია და ის უფრო მნიშვნელოვანი ხდება როდესაც ჰორიზონტზე გარეთ ჰორიზონტზე ყველაფერი ხურდება ჩვენი შიგნიდან და პირიქით ყველაფერი ფართოვდება, ბალანსირდება და მოდის შვიდობა და სიწყნარე, სინათლე და დასწრება ჩვენში წყაროსი. ახლა სიტყვა გადაეცა პანდორას. მოგესალმებით, სადღაც არც ისე ბევრია, მაგრამ მგონი მოვასწრებ. ხო, კი, მოვასწრებ. პანდორამ მიესალმება ყველას, მათ შორის ჩვენ, ვინც მას უსმენთ ჩანაწერში, მიესალმება სინათლის გიკეზე, სრულად მოსული სინათლის ცივილიზაციებს, და მე რა მინდა ვთქვაო, რა მოხდებაო 26 რიცხვში. 26 რიცხვი უკვე გავიდა უკვე და 26 რიცხვში მოხდა გაყოფა სივრცისა ორ ნაწილად. ხო, გაყოფა მოხდა სივრცისა დღეს 29. ესე იგი ეს მოხდა რა შაბათს მოხდა გაყოფა სივრცისა ორ ნაწილად. ორ არსზე. ერთი არსის ნაკადი ესე იგი კარგი ეს რომ არ დაიბნეთ, მე უბრალოდ ვიწყი ნაწილი. ერთი სივრცის ნაწილი, ანუ ისინი ვინც არასწორია. ერთ სივრცის ნაწილში იქნებიან ის არსებები, რომლებსაც მოუნდებათ სამ განზომილებიანი თამაში. ანუ აქვენ სამგანზომილებიანი აზროვნება, თამაშობენ სამგანზომილებიან ცხოვრებას, ისინი იქ მოხდებიან ერთხარეს. მათ მოუნდებათ ყველა რევოლუციების გავლა, ყველა მოვლენების გავლა, რასაც თავისთვის იწინასწარმეტყველებენ და შემდეგ მათი შესრულება მოუნდებათ. მათ მოუნდებათ შიშის გადატანა, რაღაც მომენტების გადატანა, ისინი ჯერ ვერ გაწყდნენ თამაშით, მათ უნდათ ამ თამაშის დამთავრება და სივრცის მეორე ნაწილში მოხდებიან ისინი, ვინც მიდიან ახლა ძნამავიწყე სიტყვა. ეთიჭეთი გამახსენდება ახლა და ხელოვნების გზით მიდიან ნაკადში, სინათლეში, მაგიაში, ისეთ სინათლიან მაგიაში, რომელიც ქმნის სივრცეს. ჩვენ ახლა ვეკუთვნით მაგ ნაწილებს, რადგან ჩვენ ქმნით სივრცეს ახლა, ჩვენი სინათლის სხეულის დახმარებით, რომელიც ირეკლებოდეს იქნება ჩვენი ცხოვრებით, ჩვენში, რადგან ჩვენ ვართ სამყარო. და ესე იგი, უკვე მოხდა რა გაყოფა ხალხო ორ ნაწილად. 27-ში კი მოხდებაო ამ გაყოფის დამაგრება. ანუ რა გამოდის? მე გუშინ იყო 28. ხო. აი ზუსტად 26-ში ღამით მე მაწური ხედა უძილობა. 27-ში მე ვიდეო არ ჩამიწერია. არა. მაპატიეთ. დათარიღება შემეშალა. დღეს არის 28. გუშინ იყო 27. 26 იყო კვირა. ხო, 20 კვირას ქონდა მე უძილობა, არაფრით არ დამეძინა, ორშაბათს 26, 28 ჩათვლით, კვირა ისე ღამე ხოა. არაფრით არ დამეძინა და გამთენიაზე დამეძინა 27-ში. საათ ნახევარი მეტი და მეტი არა.
მე ვერ ჩავტერი, იმიტომ რომ სულ მეძინებოდა მთელი დღე. გამოვიძინე ერთი გამოძინება. ხო, მართალია. მე ზუსტად ალბათ იმიტომ არ დამეძინა, რომ გაყოფა მიდიოდა. არაფრით არ დამეძინა ხალხო. ხო. და პანდორა ამბობს, თუ თქვენ გეძინებათო, დაიძინეთო. თავი არ გადაიტვეთოთო. ასე რომ ხალხო, თქვენ არ ინერვიულოთ, თუ რაღაც მომენტში თქვენ გეძინებათ, მიეცით თქვას უფლება დაიძინოთ. ესე იგი ამ დროს ორგანიზმს უნდა დაძინება, დასვენება. და თხოვეთ თქვენებს, ოჯახის წევრებს არ გაგახვიდოთ. მოგცეთ საშუალება დაისვენოთ. თუ რასაკვირველია თქვენ სამუშაოზე არ დადიხართ ყოველდღე. ხო. დაისვენეთ. არ გადაიტვირთოთ, დალიეთ ბევრი წყალი. და 29-ში, ესე იგი ხვალ არის 29. ბუდეთ, ისევ რუსულზე გადავედი. ხვალ იქნება ძლიერი სავსე მთვარე. ხალხო. და გადმოგცემდნენ იქნება ძლიერ კოდებს ახალი მატრიცისთვის, რომლებიც შევლიან დასამაგრებლად იმისთვის, რომ საბოლოო გაყოფა წავიდეს უпроსტად. ხო. და ამ ვინც მოხდა აი ამ ნათელნა ისა მეორე ნაწილში იცხოვრეს თავისი სცენარების მიხედვით. ანუ ჩვენ ვიცხოვრეთ იმას, რასაც ჩვენ ვიცხოვრებთ. ჩვენი სცენარების მიხედვით გავვლით ჩვენ ცხოვრებას. და როდესაც ეს მოხდება ამ ლომის კარების პორტალისა კარიბჭეების შემდეგ 8 აგვისტოს იქნება ისეთი ძლიერი პროცესი, სადაც ჩვენ შეგვიძლია შევუშვათ ჩვენ ცხოვრებაში ოქროს თევზები და როგორც იტყვიან ყველაზე საუკეთესო და ნათელი ჩვენი საგვარეულობებისთვის, ჩვენი ყველა ახლობლებისთვის და შემდეგ დაიწყება უკვე დაბნელების დერეფანი, რომელიც როგორც სიღრმისეული დამუშავებული გზა ჩვენი სხეულებისა აგრეთვე მოხდება ბომბარდიროვკა, ანუ ჩამოთვინდება ეს კოდები, კოსმოსური მზიანი კოდები და ეს იქნება იმდენად ძლიერ სინათლიანი, მაღალ ვიბრაციული. ეს დამისგავსება, აი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ვინც ბერწყავს მაპატიეთ, ვინც ბერწყავს ნოხს, ხო? აი როგორც წერი იბერწყება ამ ნოხიდან, ისნაირად იქნება ბლოკების ცვენა. როგორც ნოხს ბერწყავენ, ნოხი იბერწყება მტვერისაგან, ასე დაიბერწყება ჩვენი სხეულები ბლოკებისაგან. ყველა ბლოკები გამოცვივა, რომელიც ჩვენ შევაგროვებთ ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. რაც კი პრობლემები შევაგროვეთ, ნეგატიური მოხდები, ყველაფერი ეს გამოვა გარეთ. და ახალ მატრიცაში თქვენი ძველი წყენებით ვერ შეხვა. თქვენი ძველი წყენების დავიწყება მოგიწევთ. იმიტომ რომ ახალ მატრიცაში თქვენი ძველი ბაგაჟით არავინ გაგატარებთ. და ჩვენგან დაიბერწყება ყველაფერი ეს ძველი წარსული ნეგატიური, ყველაფერი დაიბერწყება. და არ შეუშალოთ ხელი. დაგბერწყონ. გადაყარეთ, რაც არ გჭირდებათ, რაც წარსულს ეხება, რაც დაძველდა, გადაყარეთ. პირდაპირ და მე კიდე ვიდეო მაქვს აქა დაფიქსირებული, უკვე ასტროლოგის ნათქვამი. ის ამბობს, ფიზიკურით უნდა გადაყარო ძველი რაც გაქვსო. თუ თქვენ გაქვთ ისეთი ნივთები, რომელსაც არ ხმარობთო, ან სხვას მიეცით, ან გადაყარეთო.
ან ჩაიცვითო, ან იხმარეთო. მოხდება სივრცის გაწმენდა. ბუზები ცალკე, კატეტები ცალკე და ეს იქნება იმდენად ძლიერი პროცესი, რომ შეიძლება თქვენი სხეულები გაითიშოსო, ძალღონი გამოგიცალოთო, ინდურები მივიდესო, და მაგდაგვარად ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ იბერწყებითო მაქსიმალურად. და პირიქითო, ბევრი თქვენგანი შეიძლება არ გაითიშოსო და არ დაწესო, მაგრამ დარბონდინ იქნებაო ხეებს შორის, ღერონდინ იქნებაო და ცეკვავდნენ იქნებაო და ყველას იქნებაო თავისი მომენტი, რადგან ეს იქნებაო უძლიერესი ნაკადი ენერგიისა და 28-ში ეს ყველაფერი დაფიქსირდებაო. ეს კიდე უნდა დაფიქსირდესო. მე ასე მაჩვენესო. ახლა ხო სატიუგას დასაწყისია. ყველაფერი აჩქარდებაო, უпроსტად აჩქარებულია ისედაც, მაგრამ უფრო და უფრო აჩქარდებაო. იმაზე მეტად რაც ახლა. ჩვენი სივრცე გახდებაო მაგიური, რომელიც გაქრა 200 წლის უკან და უფრო ადრე. ადრე ყველაფერი იყო მაგიური, ეს იყო ტარტარიის დროს, როდესაც არსებობდა ტარტარიის წყობა, არა მთავრობა, არამედ წყობა და რომელსაც თქვენ ბევრი ვიდეოები გადაგითარგმნეთ, ცალკე კიდე ბოლოს პერეზის ვიდეო ტარტარიაზე, ეს რო დაბრუნდება, მაშინ ხო გაანადგურეს ყველა ჯადოქრები, ყველა მაგები, ყველა იაგინები, ქალღმერთები, ღმერთები, მაგარი ბრძოლა იყო, მაგარი სასიკვდილო ბრძოლა იყო. და ეს დაბალ ვიბრაციული ბრძოლა და ასე ამ დაბალ ვიბრაციულ ბრძოლამ ისინი მაგები ყველა დაასიანა და დედამიწა დასწია დაბლა ვიბრაციულად. და ახლა ისე გვიბრუნდება ყველაფერი ხალხო, ყველაფერი გვიბრუნდება და ჩვენ დავდგებით ფეხზე. ადრე იყო მაგიური სკოლები, ადრე იყო ბაბაიაგების სკოლები, ვიყვებოდა ამას კაცო. ვიყვებოდა ამას. გონი თუ არ ვცდები, ვალერია კალთოვას ნამბობია ეს. მაპატიეთ პირი გამიჩნდა. როდესაც ეს მაგები ყველა ზოგი სხვაგან წავიდაო, ზოგი დანებდაო, ზოგი დაიმონესო, ზოგი დაიღუპაო და როდესაც ყველა ეს მაგები განადგურესო, მოხდაო დედამიწის რას ბალანსიროვკა. და ახლა ჩვენ ისე შევდივართო ისეთ დროში, როდესაც მაგები იყვნენო ძლიერი, ანუ ძლიერდებიანო, მაგიური სივრცე ბრუნდება. ამიტომ კორექტირება შეიძლებაო, ისე შეიძლებაო გააკეთო, რომ ადრე რომ იყო დიდი ხეები, ის ხეება ისევ დაიწყონო გაზრდა. ამ ხეებთან ერთად, ამ ხეების გაზრდასთან ერთად წავაო პადიუმი, რომელიც ჩვენ უკვე არ შეგვიშლოსო ხელს, ვერავინ ვერ შეგვიშლოსო ხელს. ძველებური ყველაფერი უნდა გადაიყაროსო, რაც ჩვენ გვიშლისო ხელს წინ წასვლაში. დაიწყეთ ყველაფერი სულთა ფურცლიდან. თქვენ უნდა გაცნობიეროთ, რომ მიდიხართ ახალ ცხოვრებაში. თუნდაც ჩვენ გარშემო ყველაფერი ძველი არისო, ხედავთ, რომ ჩვენ გარშემო ძველი არისო დღემდე, ჩვენ მაინც ჩვენი ცნობიერები და მისა დასახულობით უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ მივდივართ ახალ სამყაროში, ახალ ერაში. რათა უნდა მოხდეს, ჩვენ ცნობიერებას ვაშორებთ იმ ნეგატიურ რეალობას და ფიქრობთ ხოლმე ჩვენ მომავალზე. და ვინც გამოეყო მათ, ვინც დარჩა სამგაზობილებიან სამყაროში,
ჩვენ უნდა გამოვიყოთ ამათ იმ ხალხს ჩვენი ცნობიერებით. ვისაც იქ უნდა დარჩენა დარჩეს. ითამაშო. გააძოლონ თამაში ჩვენ კი ვაგრძელებთ გზას. ჩვენ მივდივართ სინათლის სიყვარულში, სინათლის მაგიაში, იქ სადაც მღერიან ჩიტები, ცხოველები გელაპარაკებიან ტელეპათიურად, როგორც ზღაპარში. სხვათა შორის ადრე, როდესაც ტარტარია იყო და მაგია იყო, ცხოველები ლაპარაკობდნენ ადამიანებივით და მათ არავინ არ ჭამდა. და მე მინდა გითხრათ, რომ 2 დღის უკანო ერთანა ვიენას გადაეცაო მანიფესტის მშვიდობაზე. ის არისო ჩვენ ჩატებში. მე მას ახლა დავდეფო როლიკის ქვეშ და წაიკითხეთო. უნდა განმუხტოთო სიტუაცია პლანეტაზე იმისით, რომ ეს პროცესი არ გადავიდეს არა მართვად პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. წაიკითხეთ მანიფესტი, რაც შეიძლება რამდენჯერმე დღეში, საკურერა ვისაც ჯერათ ეს, მე გავავცელიო ეს მანიფესტი, ყველასო გეხვევითო და ყველანი მიყვარხართო და მეც არ გავჩერდები, თორემ ეს უყურესო თავდება, მაგრამ მეც შეიძლება ხა ნებისმიერ დროს გამეჩიშოს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მეც თუ არის იქ რამე მანიფესტი, გადავთარგმნი და მეც დავდებ ამ როლიკის ქვეშ. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.